გამარჯობა ძვირფასოვ მსმენელებო, ეთერში არის პრაქტიკული ფილოსოფია და მისი წამყვანი ნინო. ძალიან დიდი ხანია არ ჩამიწერია ვიდეო, დაახლოებით 3 წლის განმავლობაში და მაგრამ ეხლა ვბრუნდები აბსოლუტურად ახალი გეგმებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ დაინტერესებული დარჩებით ჩემი არხით. ჩემი რამდენიმე ვიდეო შორის რაღაც 6 თუ 7 ვიდეო მიდევს ხოლმე არხზე. ძალიან დიდი პოპულარობა პოვა ვიდეო მამაკაცთა 4 ტიპი ტაროს კარტის მიხედვით და აი ეს ვიდეო ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვდა, რომ შეძლებთ თუ არა მთელი ტაროს კარტები აგვეცნათო. კი, დიდი სიამოვნებით აგიხსნით ტაროს კარტებს, მე თვითონაც ვშლი ტაროს კარტებს ძალიან დიდი ხანია უკვე და პრობლემა შემიძლია ამის გაკეთება და გარდა ამისა, მინდა აგიხსნათ ისე, როგორც ვისურვებდი, რომ თავის დროზე აიხსნათ ეს ტაროს კარტები ჩემთვის. ანუ დავუშვათ უხეშად კი არ დაგაზეპირებინოთ ამ კარტის მნიშვნელობა რაღაც გარკვეულ შემთხვევებში. არამედ ეს კარტი გაგაცნოთ როგორც პიროვნება. როდესაც თქვენ კარგად იცნობთ გარკვეულ პიროვნებას, მაშინ ზუსტად იცით ეს ადამიანი როგორ მოიქცევა იმ შემთხვევაში და ასე შემდეგ. და სწორედ ესევეა ტაროს თითოეული კარტი. როდესაც იცნობთ კარტს, ზუსტად იცით, რომ ყოველი კითხვის საპასუხოდ რა პასუხს გაგცემთ კონკრეტული კარტი. მაგრამ მანამდე მინდა პასუხი გავცა ესეც საკმაოდ გავრცელებულ შეკითხვას განსაკუთრებით მოდის ადამიანებისგან, რომელსაც არ ჯერა, რომ ეს ტაროს კარტებიდან მოდის სწორი ინფორმაცია. ანუ ეს კითხვა არის ის, რომ როგორ ხდება, რომ ეს ტაროს კარტები მე მაძლევენ ზუსტად იმ ინფორმაციაზე პასუხს, რომელიც მე მჭირდება. ანუ როგორ ხდება, რომ მე დავუშვათ ჩავყობ ხელს აი ამ კალოდაში, ანუ კარტების დასტაში და ამომაქვს მაინც და მაინც ის კარტი, რომელიც საჭიროა. და ამაზე პასუხი ჩემთვის არის ძალიან მარტივი. ანუ ამაზე პასუხი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ თქვენ გაიგოთ ეს ტაროს კარტის პრინციპი, არამედ გაიგოთ ზოგადად ის პრინციპი, რომლითაც ფუნქციონირებს თვითონ სამყარო. და ეს პრინციპი არის შემდეგი, რომ არაფერი ამ სამყაროში არ ხდება შემთხვევით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არაფერი ამ სამყაროში არ ხდება შემთხვევით, იმ დონემდეც კი, რომ თითოეული ღერითმა თქვენს თავზე არის დათვლილი. და მაშინ მე მეძლევა ხოლმე ესეთი კითხვა სანაცვლოდ, რომ როგორ თუ არაფერი არ ხდება შემთხვევით, ყველაფერი დათვლილია, ესე იგი გამოდის, რომ მე რაღაც პატარა ნაფოტი ვარ აი ამ მორევში, რომელსაც მართავს ან ღმერთი ან ბედია, როგორც გინდა უწოდეთ და ჩემზე არაფერი არის დამოკიდებული. და ამაზე პასუხი არის შემდეგი, რომ არა, სწორედაც რომ თქვენზე არის დამოკიდებული ყველაფერი, თქვენ მართავთ თქვენ ცხოვრებას. ხო, მაგრამ როგორ მართავთ ჩემს ცხოვრებას? მოდის ამაზე კითხვა. ანუ მე მქონდა ისეთი სიტუაცია დაუშვათ, ადამიანი მეკითხება, რომ რაღაცა პრობლემა ვერ გადამიჭრია და შემხვედრია ჩემი მეგობარი და უადვილესად აი ესე ერთ დღეში მოუცია პასუხი ამ გარკვეულ პრობლემაზე. და მქონდა სხვა შემთხვევა, რომ დაუშვათ რაღაც პრობლემის გადაჭრას ვცდილობ უკვე 10 წელია, დაუშვათ 10 წელია უკვე ვცდილობ, რომ ჩემი შემოსავალი იყოს იმდენი და იმდენი, მაგრამ არაფრით არ გამომდის. როგორ ხდება, რომ ორივე შემთხვევაში ეს ყველაფერი ჩემზე არის დამოკიდებული. ნუ თუ მე თვითონ მოვიზიდე ეს ყველაფერი ჩემს გარშემო. ან მაგალითად დავაყენე მანქანა რაღაც გარკვეულ ადგილზე. ჩამოვარდა ხისტოტი და გამიფუჭდა მანქანა. არც მანქანაზე მიფიქრია მანამდე, არც იმაზე რომ ხისტოთ ჩამოვარდებოდა, საერთოდ ეს თავშიც კი არ მქონია ჩემი ფიქრებით. ან დავუშვათ კონკრეტულ დღეს გავედი კონკრეტულ ადგილას და შევხვდი ჩემ მეუღლეს, რომელთანაც ძალიან ბედნიერად ვცხოვრობ დავუშვათ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ დროს არც ქორწინებას ვაპირებდი, არც არავისი ნახვა არ მინდოდა და ასე შემდეგ. როგორ მოხდა, რომ მაინდა-მაინც იმ დროს შევხვდი იმ ადამიანს. ამ ყველაფერზე პასუხს გაგცემთ მე აი დღევანდელ ვიდეოში და გარდა ამისა გასწავლით იმ 7 პრინციპს, რომელზეც დაფუძნებული არა მხოლოდ მთელი ტაროს კარტის სისტემა, ეგრე ვთქვათ, არამედ მთელი სამყარო. საკმაოდ ისეთი ის არის, ხო? თამამი განცხადება არის ჩემი მხრიდან. მას ასე, ანუ ყველაფერი, რაც კი თქვენ გადაგხდათ, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო ეს თქვენი წარმატება თუ წარუმატებლობა, საქმე იმაშია, რომ ეს შემთხვევით არ ყოფილა. და არც არავინ, არც რაღაც გარეგანმა ძალამ არ გადაგიწყვიტათ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ ყოფილიყო თქვენი საკითხი გადაწყვეტილი თუ გადაუწყვეტელი, ეგრე ვთქვათ რა. თქვენ ეს ყველაფერი მოიზიდეთ. ყველაფერი თქვენი წარმატება, თქვენი წარუმატებლობა, თქვენი იღბლიანი ქორწინება თუ უიღბლო ქორწინება, თქვენი გაფუჭებული მანქანა თუ სრულიად ახალი მანქანა, თქვენ მოიზიდეთ და თქვენ ეხლაც აგრძელებთ აი ამ
ყველაფრის მოზიდვას. ანუ რასაც განიცდით დავუშვათ თუ ხართ იღბლიანი თქვენს ქორწინებაში, თქვენ ყოველდღიურად ისევ აგრძელებთ აი იღბლიანი ქორწინების მოზიდვას, ხოლო თუ ხართ უიღბლონი თქვენს ქორწინებაში, ყოველდღე ისევ აგრძელებთ აი ყველაფრის მოზიდვას. ახლა მოდით ავხსნი აი გარკვეულ რაღაც მაგალითებს, რომელიც მოვიყვანე, ხო? იცოდეთ კარგად, რომ ყველაფერი რაც კი არის თქვენს თავში, ყველაფერი რისიც თქვენ გჯერათ, ყველაფერი რისიც იმედი გაქვთ, ყველაფერი რისი იმედიც არა გაქვთ, ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი ამ დედამიწაზე მატერიალიზდება. ანუ თუ თქვენ გახვედით და ნახეთ თქვენი მეგობარი, რომელმაც მოგცათ გარკვეული პასუხი გარკვეულ პრობლემაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გჯეროდათ, რომ რაღაც გარკვეული პრობლემა თქვენს ცხოვრებაში გადაწყდებოდა. ან უბრალოდ წინააღმდეგობას არ უწევდით ამ პრობლემას. ეს იყო თქვენთვის რაღაც პატარა საკითხი, ეგრე ვთქვათ და ყოველდღიურად არ განიცდიდით, რომ რატო ვერ გადაწყვიტეთ ეს გარკვეული სიტუაცია. ხოლო სიტუაცია, რომელიც ვერ გადაწყვიტეთ დავუშვათ 10 წლის მანძილზე, საქმე იმაში არის, რომ თქვენ ან არ გჯეროდათ, რომ ეს საკითხი ადვილად გადაიჭრებოდა, ან ზოგადად გადაიჭრებოდა. ან ყოველდღე იყავით აი ამ გადაჭრის რეჟიმში. ანუ თუ თქვენ ყოველდღე იღვიძებთ იმის ფიქრით, რომ როგორ გადავჭრა ეს გარკვეული საკითხი, როგორ გადავჭრა გარკვეული საკითხი, სამყაროც ისევე გისურვებთ, ანუ გაძლევთ მატერიალიზაციას იმ სიტუაციის, როდესაც თქვენ გიწევთ მუდმივად ფიქრი თუ როგორ გადაჭრათ გარკვეული საკითხი. როდესაც თქვენ დავუშვათ მანქანაზე დაეცა ხე და მანქანა გაგიფუჭდათ და თქვენ მიიძახით, რომ მანამდე არც მანქანაზე გიფიქრიათ, არც ხეზე და ასე შემდეგ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ თქვენ უბრალოდ რაღაცის გამო წინასწარ იყავით ან გულდაწყვეტილი, ან რაღაცა ცუდს მოელოდით თქვენს ცხოვრებაში. ან შეიძლება დიდი ხარჯის გაღება მოგიწიათ რამოდენიმე თვის წინ და სულ გქონდეთ შიში, რომ რაღაცა ხარჯი ისევ მოგიწევდათ, რომ გაგეღოთ. საბოლოო ჯამში ამან ყველაფერმა მატერიალიზაცია პოვა აი ამ მანქანის თვის გაწეულ ხარჯებზე. წარმოგიდგენიათ? ან მაგალითად, როდესაც თქვენ შეხვდით თქვენს მეუღლეს, ხო? და იძახით, რომ იმ დღეს და საერთოდ იმ დროს არაფერი არ გიფიქრიათ, მსგავსი საერთოდ არ ფიქრობდით მეუღლის მოყვანას, შეიძლება არ ფიქრობდით მეუღლის მოყვანას, მაგრამ შეიძლება ყოველთვის გინდოდათ გულის სიღრმეში ქვეცნობიერად, რომ თქვენს გვერდით ყოფილიყო საყვარელი ადამიანი და რომ თქვენ ყოფილიყავით უბრალოდ გაგებული, რომ თქვენ გეპონა თქვენი მონათესავე სური და ბუმც ეს ყველაფერი მატერიალისტა და მოხდა ისე, რომ თქვენ დაქორწინდით. ან გათხოვდით და ასე შემდეგ. გესმით, ეს ყველაფერი არის აგებული თქვენს გრძნობებზე, თქვენს ემოციებზე. აი თითოეული ტაროს კარტი, ეხლა მე თქვენ განახებთ, ჩემს წინ არის გაშლილი, სურათი მაქვს გადაღებული, 21 უფროსი არკანისთვის. აი ეს თითოეული არკანა, არსებობს კიდევ უმცროსი არკანები, მაგრამ ამის შესახებ კიდეც ალკე გეტყვით. აი ეს დავუშვით თითოეული არკანა, თითოეული კარტი არის რაღაც თქვენი ემოციის განსაზღვრელი მდგომარეობა. ანუ ეს კარტი გვიჩვენებს ორ საკითხს. ერთი არის სიტუაცია და მეორეს მხრივ ეს არის თქვენი მდგომარეობა აი ამ სიტუაციაში. ანუ ერთის მხრივ როგორიც არის სიტუაცია, ისეთივეა თქვენი ემოციური მდგომარეობა და მეორეს მხრივ როგორიც არის თქვენი ემოციური მდგომარეობა, შესაბამისად თქვენ იზიდავთ ისეთივე სიტუაციას. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეიცვალოთ თქვენს გარშემო არსებული სიტუაცია? თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი მოლოდინი, თქვენი რწმენა და შესაბამისად ემოციური მდგომარეობა. ეხლა ყველანი ალბათ ვიცით, ხო, ქრისტიანულ რელიგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება აი ამ არჩევნის თავისუფლებას, რომ ადამიანი აკეთებს არჩევას სიკეთესა და ბოროტებას შორის და ასე და ისე. კი ბატონო, მართალი ხართ, აი ამ ტაროს კარტის პრინციპების მიხედვით თქვენ ყოველდღურად აკეთებთ არჩევას, მაგრამ მოდით არ გვინდა ესეთი განზოგადება სიკეთეს და ბოროტებას შორის. მოდით უფრო კონკრეტულები ვიყავთ, რამდენადაც ამ არხს ქვია პრაქტიკული ფილოსოფია, მე პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ყოველდღურად აკეთებთ არჩევას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება თქვენი მომავალი. ყოველდღიურად. მერე თუ გინდათ აი თქვენს გარკვეულ მომავალს კეთილი გზა დაარქვით, თუ გინდათ ბოროტი გზა დაარქვით, თუ გინდათ ჭრელი გზა დაარქვით, თუ გინდათ მდიდრული გზა დაარქვით, თუ გინდათ ღარიბული გზა, მაგრამ ეს არის თქვენი არჩეული მომავალი. აი რასაც თქვენ ელოდებით, რაც არის თქვენ თავში, იმის შესახებ ამბობენ კარტები და ის ყველაფერი მატერიალიზდება. და ვინ განაგებს ამ ყველაფერს? ალბათ ღმერთი, ხო? მე პირადად ძალიან მჯერა ღმერთის არსებობის და გარკვეული კანონზომიერების, რომ
რომლითაც ის განაგებს ამ სამყაროს. ყველას აძლევს იმას, რისიც ჯერა. აბსოლუტურად ყველანაირ რეალობას აქვს იმედ მესტაბიც, ეგრე ვთქვათ რა, რუსულად მაქვს ეს ინფორმაცია დაკითხული. ანუ ყველა რეალობას აქვს უფლება იარსებობს. იყო დრო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მე ვიძახდი, რომ არაფრის არ მჯერა, რომ რა სისულელია, სისულელის გჯერა და ესეთი რაღაცა შეუძლებელია და ასე შემდეგ. მაგრამ დროთა განმავლობაში ცხოვრება მიჩვენა, რომ ესე არ არის. ყველაფერი შესაძლებელია. და ყველანაირი საოცრება შესაძლებელია თუ ადამიანი მას დაიჯერებს. ამიტომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უნიკალური რეალობა და ეს რეალობა ზუსტად შეესაბამება იმას თუ რას ფიქრობს ის ადამიანი, რისი ჯერა და რა გონია რომ შესაძლებელია მის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩვენ შეგიძლია ბევრი რაღაცა გვინდოდეს ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ გჯეროდეს რომ ეს შეუძლებელია და შესაბამისად ეს მატერიალიზდება როგორც რაღაცა შეუძლებელი. მაგრამ მე არ მინდა ეს ლექცია დავასრულო ამ ყველაფერზე და მინდა უფრო ღრმად შევიდე ამ ყველაფერში, ეგრე ვთქვათ, საიდან მოდის ეს პრინციპები, რატომ არის ეს მართალი, საერთოდ რას ეფუძნება ეს ტაროს კარტები და ასე შემდეგ. და ამისთვის მინდა გითხრათ ჰერმეტიზმის 7 პრინციპი, გასწავლოთ ჰერმეტიზმის 7 პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ტაროს კარტი. ანუ თქვენ თუ გინდათ რომ კარგად ფლობდეთ ამ ტაროს კარტს, აუცილებლად უნდა იყოთ გაცნობილი ამ 7 პრინციპის შესახებ, იმიტომ რომ მასზე არის აგებული. მეორე მხრივ ამ ჰერმეტიზმის 7 პრინციპს ხვანაერად ეძახიან კაბალეონს. ეს პრინციპები დაწერილი იქნა, როგორც იძახიან უფრო ადრე, ვიდრე არსებობდა თვით მოსე და თვით აბრაჰამი. ანუ ძველ აღქმამდე კიდე სანამ არსებობდნენ ეს ძველი აღქმის პერსონაჟები, მანამდე კიდე არსებობდა ერთი პერსონაჟი, ეგრეთ ვთქვათ, გასხივოსნებული ადამიანი, რომელმაც დაწერა გარკვეული წესები, რომლითაც იმართებოდა სამყარო. რისთვის არის ახლა ეს წესები საჭირო? ანუ ეს წესები არის რაღაცა წესები და გარკვეული მასალა, ეგრე ვთქვათ რა, რომელიც ჩვენ გვეუბნება რა არის ჩვენს გარშემო ამ სამყაროში, რა ხდება საერთოდ, ვინ ვართ ჩვენ ამ სამყაროში, რა ხდება ჩვენს გარშემო, რატო ხდება, რაც არ ხდება და როგორ ავიღოთ აქ ორიენტაცია აი ამ გარემოში, აი ამ ფიზიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, როგორ ვორიენტირდეთ ისე, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ ჩვენთვის. რომ მივიღოთ ჩვენი სურვილების აბსოლუტური მატერიალიზაცია. გესმით? ანუ მთლიანი ტაროს კარტი ხო იმისთვის დაიწერა, რომ გაეგო ადამიანს მატერიალიზდებოდა თუ არა მისი გარკვეული სურვილები და ასე შემდეგ. ხო და ეს თვითონ ამ ტაროს კარტში არის გასაღებები იმის შესახებ თუ როგორ მოახდინოთ ჩვენი გარკვეული სურვილის მატერიალიზაცია. განაი საინტერესო არ არის, ჩემო ძვირფასებო, მე მგონია რომ ძალიან საინტერესოა. ვინ დაწერა ეხა, ვინ იყო ეს ადამიანი? იძახიან რომ ის ცხოვრობდა ძველ ეგვიპტეში, ეგვიპტის აყვავების ხანაში და მას ერქვა ჰერმეს ტრისმეგისტი. ანუ ინგლისურად Hermes Trismegistus. ანუ ჰერმესი სამჯერ დიდებული. გადმოცემით ის ცხოვრობდა 300 წლის მანძილზე. ის იყო მაშინდელი ასტროლოგიის ფუძემდებელი, ალქიმიკოსი და ეგრე ვთქვათ ფსიქოლოგიის ფუძემდებელიც კი. მაგრამ მათ გამოიგონა ფსიქოლოგია არა იმიტომ, რომ ადამიანს ასწავლოს როგორ შეეგუოს ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციას, ხო? ანუ ჩვენ რომ მიდივართ ფსიქოლოგთან, იმიტომ მიდივართ, რომ ჩვენ ვართ რაღაც გარკვეულად უბედურები, ხო? რაღაც სამსახურში ვიღაცა გვაწვალებს, შეიძლება ვიღაცა ოჯახის წევრი ბუდულად გვიშის ნერვებს და ასე შემდეგ და რაღაცა ჩვენ ცხოვრებაში არის ნიტო. ხო და მივიდივართ ფსიქოლოგთან, რომ აი რაღაცნაირად შეგვაგუებინოს ამ გარკვეულ სიტუაციას, ან რაღაცა გზები მოგცეს და ასე შემდეგ. ხოლო ეს ადამიანი თვითონ ასწავლიდა ფსიქოლოგიას, თუ როგორი განწყობა მოეხდინა, ანუ როგორ განეწყო ადამიანს თავისი გონება, იმისთვის, რომ არათუ შეგუებოდა რაღაც სიტუაციას, არავინ თლიანად შეეცვალა ისინი. Ну, რა თქმა უნდა, არაფერი არ ხდება ღმერთის, ეგრე ვთქვათ, სამყაროს მხარდაჭერის გარეშე და რა თქმა უნდა, ამ პროცესში არის თვითონ ჩართული სამყარო, ეგრე ვთქვათ, კოსმოსი ან ღმერთი. ანუ ეს ძალები, ეგრე ვთქვათ, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან, ან პირიქით ხელს გვეშლიან, თუ ჩვენ არ გვჯერაროთ, რომ რაღაცა გამოგვივა. ანუ როგორც გვჯერა, ყველაფერი ისე გამოდის. გესმით? ანუ თვითონ ეს ფსიქოლოგიას ადამიანი უწოდებდა ტრანსმუტაციას. ეს ჰერმეს ტრისმეგისტი. ანუ ადამიანის გონების ცვლილებას ისე, რომ ადამიანი შეძლებს თავისი ცხოვრების
აბსოლუტურად და 100%-იანად მართვას. ანუ ის ყოველთვის იქნება ისეთ სიტუაციებში, რომელიც მას მოსწონს და მისი ცხოვრება იქნება საინტერესო და ბედნიერი და ასე შემდეგ. ეს ყოფილი ძალიან საინტერესოა. მოდით გადავიდეთ ახლა თვითონ პრინციპებზე. ხო, კიდე რაღაცა მინდოდა მეთქვა. მე აი ამ ჰერმესის მოძღვრებებზე მას ყავდა რაღაც გარკვეული მიმდევრები, კიდე დაიჯერეთ გინდა რა, მისი მიმდევრები ჯერ კიდევ არსებობენ ამ სამყაროში. მერე მოხდა ისე, რომ კაბალისტებმა, ანუ კაბალა ალბათ ყველასთვის ცნობილი არის, რომ არსებობს ესეთი მოძღვრება, ასევე სამყაროს ქმნილების შესახებ. აი ამ კაბალისტებმა ძალიან, ეგრეთ ვთქვათ, აითვისეს ეს ჰერმესის მოძღვრებები და შეისრუტეს, ეგრეთ ვთქვათ, და დააფუძნეს მასზე ეს თავისი, ეგრეთ ვთქვათ, რელიგია, ხო, ეს კაბალისტური მიმდევრობა. და თვითონ აი ამ წიგნს დაარქვეს ჰერმეს ტრისმეგისტის შესახებ დაარქვეს კაბალიონი ან კებალიონი. მისი მოძიება ძალიან ადვილად შეიძლება თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაგუგლოთ ინგლისურად ან რუსულად არის კებალიონი აუდიო წიგნი დაუშვათ აუდიო კნიგა ან აუდიობუქ და შეიძლება მონახოთ ის ნებისმიერ ენაზე, მაგრამ არა ქართულად. თუ გნებავთ ეს ინფორმაცია გაიგოთ ქართულად, მომისმინეთ მე. ასევე არსებობს წმენა იმის შესახებ, რომ ეს პრინციპები იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მაგის საფუძველზე პრინციპში აშენდა აბსოლუტურად ყველა რელიგია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ქრისტიანობა, ბუდიზმი, ისლამიც კი. ეხლა მე არ ვიცნობ ისლამს, ან საუბარი არ მაქვს აქ რადიკალურ ისლამზე, რომელიც რაღაცა სისულელეები არის აბსოლუტურად. ანუ მაგრამ მე თვითონ არ ვიცნობ ისლამს ძალიან კარგად, სამაგერო ძალიან კარგად ვიცნობ ქრისტიანობას და ბუდიზმს, ხო? ეს აღმოსავლურ ფილოსოფიას ვიცნობ და კაბალის შესწავლაც მომიხდა, იმიტომ რომ ტაროს კარტის პრინციპები ასევე გარკვეულწილად დაფუძნებულია კაბალაზე. ჰერმესის მოძღვრებები ასევე ცნობილია, რომ აიტაცეს ბერძნებმა და შექმნეს ღმერთიც კი მის საპატივცემულოდ და დაარქვეს მას ჰერმესი, სიბრძნის ღმერთი. აი ესე მოხდა. ხო, მე ისე ხდებოდა, რომ თვითონ ეს რელიგიები, მაგალითად ქრისტიანული რელიგია ჯვაროსნობის ომის დროს ძალიან დევნიდა ამ ჰერმეტისტებს და აწვევინებდა, იმ წიგნებს უწვავდა და ასე შემდეგ და ჰერმესის მიმდევრებმა ეს ანუკვარი ინფორმაცია შეინახეს თაობიდან თაობამდე ზეპირსიტყვიერებით. ანუ თაობიდან თაობამდე ზეპირსიტყვიერებით გადასცეს. თვითონ ჰერმეტული რას ნიშნავს? თვითონ სიტყვა, ანუ დაცულს, ხო? თვითონ ეს სიტყვა ჰერმეტული მოდის თურმე ჰერმესისგან და ნიშნავს, რომ აი ეს თვითონ ეს ინფორმაცია მისი მიმდევრების მიერ იყო თურმე ძალიან კარგად დაცული. ისინი არ ცდილობდნენ, რომ არავისთვის ესწავლებინათ ეს თავისი პრინციპები ძალათი, ანუ არ დადიოდნენ კარ და კარ და არ ეუბნებოდნენ, რომ აი გინდა გაიგო ღმერთი და ასე შემდეგ. ასეთ რაღაცას არ აკეთებდნენ და პირიქით ცდილობდნენ, რომ ნუ თავისთვის შეენახათ, ეგრეთ ვთქვათ და ფიქრობდნენ, რომ თუ არსებობს მოსწავლე, აუცილებლად მოინახება მასწავლებელი. რომ მოსწავლე მზად იქნება, როდესმე რაღაც გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა მზად იქნება, რომ გაიგოს ეს ინფორმაცია და აუცილებლად მოგვაგნებენ ჩვენ. და ჩვენ შესაბამისად მოხარულები ვიქნებით გავცეთ ეს ინფორმაცია. ისინი თვლიდნენ, რომ ბავშვს უნდა მისცე, ეგრეთ ვთქვათ, რძე, პატარა ბავშვს უნდა მისცე რძე, რასაც ადვილად გადაამუშავებს, ხოლო დიდ ადამიანს უკვე შეიძლება აჭამო ხორცი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რომ თუ ადამიანს ზურგს უკან არ უმაგრებს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მას დაეხმარება გაიგოს ეს პრინციპები, მაშინ ამ ადამიანისთვის ეს გარკვეული ინფორმაცია იქნება უბრალოდ სიტყვების რახარუხი და ეგრეთ ვთქვათ, გადაყრილი მარგალიტები რა ტყილა უბრალოდ, გესმით? ადამიანი ამას ვერ აითვისებს. ამიტომ სწორედ ამიტომ ცდილობდა, რომ არავისთვის ძალათი ეს ინფორმაცია არ ესწავლებინათ. მაშაშე, მე და ჩემი და შაყირობდით ხოლმე მაშასეს, მაგრამ ვიძახდით მაშაშე. ეს პრინციპი არის 7. პირველი არის მენტალობის პრინციპი, მეორე არის შესაბამისობის პრინციპი, მესამე არის ვიბრაციის პრინციპი, მეოთხე არის პოლარობის პრინციპი, მეხუთე არის რითმულობის პრინციპი, მეექვსე არის მიზეზშედეგობრიობის პრინციპი და მეშვიდე არის სქესის პრინციპი.
წარმოგიდგენიათ, რა საინტერესო არის არა? არაფერი მსგავსი არ არის დაუშვათ 10 მცნებასთან და ასე შემდეგ. არანაირ კავშირში არ არის 10 მცნებასთან. აქ უკვე тут всё немножко посерьёзнее, რა ეგრე ვთქვათ. დავიწყოთ მენტალობის პრინციპით. მენტალობის პრინციპი პრინციპში გვეუბნება გარკვეულ თეორიას იმის შესახებ, თუ ვინ შექმნა სამყარო, რა მასალისგან არის შექმნილი სამყარო და რატომ არის შექმნილი სამყარო. ნუ ისინი თვლიან, რომ სამყარო შექმნა უდიდესმა გონიერმა სულმა, ნუ დაახლოებით იმის მსგავსმა სულმა, რომელიც ჩვენ ყველას გვჯერა რომ გვაქვს, ჩვენ ყველას გვჯერა რომ გვაქვს სული, იმის შესაბამისად როგორც აქვს ჩვენს შემქმნელს, თუ თქვენ ფიქრობთ რომ გაქვთ სული, შეუძლებელია რომ არ გწამდეთ ღმერთის. იმიტომ რომ აი ყველა ადამიანი რაღაცნაირად ქვეცნობიერად გრძნობენ რომ მათ აქვთ სული, ხოლო თუ არსებობს სული, აუცილებლად არსებობს პირველ წყარო, რომელმაც ეს ყველაფერი გამოუშვა, ეგრე ვთქვათ, ხო? სამყაროში. ანუ თვლიდნენ რომ ეს იყო გონიერი სული, რომელსაც უწოდებდნენ ღმერთს ან პირველ წყაროს და სხვანაირად ისინი უწოდებდნენ ღმერთს ყველაფერს. ანუ ისინი ფიქრობდნენ რომ ყველაფერი, რაც ჩვენ სამყაროში არის, დაწყებული პლანეტებით, ვარსკვლავებით, დამთავრებული გარკვეული ადამიანებით და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა მანქანა და ასე შემდეგ, ყველაფერში არსებობს ღმერთის ჩანაფიქრი და ყველაფერი არის გარკვეულწილად სულიერი, ანუ იმიტომ რომ ყველაფრის უკან არსებობს გარკვეული იდეა. გესმით? და ყველაფერში ურევია ღმერთის ხელი. აქვე მინდა გითხრათ ერთი საინტერესო იგავარაკი, რომელიც არ მახსოვს ზუსტად სად წავიკითხე, მაგრამ ძალიან რეალური და ძალიან ესეც იგავი არ არის, აი რუსულად რო იძახიან პრიჩა. აი რაღაც ის მასწავლებელი, რაღაც გარკვეული ისტორია. ეს იგავი იწყება ესე, რომ ერთ-ერთ მახარაჯასთან, ინდუელ მახარაჯასთან მივიდნენ ქურუმები, ანუ მახარაჯამ დაიბარა ეს ქურუმები და ესეთი კითხვა დაუსვა, რომელი არის უფრო ძლევამოსილიო ამ სამყაროშიო, მე თუ ღმერთიო. ეხლა ქურუმებს ძალიან შეეშინდათ ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ მახარაჯა ძალიან მრისხანე იყო, ფიქრობდნენ რომ ნებისმიერი პასუხი მის შემთხვევაში იქნებოდა წაგებული. თუ იტყოდნენ რომ ღმერთი არის შენზე მაღლა მდგომიო, მაშინ მახარაჯა განრისხდებოდა და გააძევებდა თავის სამყარო, ანუ თავის სამფლობელოდან ან გააგდებინებდა თავებს. ხოლო თუ იტყოდნენ რომ შენ ხარო უფრო მთავარიო, მაშინ იტყოდა რომ აბა ღმერთიო, რატომ სწოდართო? და ისევ თავებს დააყრევინებდა. და ამის გამო რამოდენიმე დღე თხოვეს, რომ კარგად განეხილათ, ეფიქრათ ანუ ამ საკითხზე და გავიდა ეს რამოდენიმე დღე და დაბრუნენ ამ მახარაჯასთან და მახარაჯამ კიდევ ერთხელ კითხა რომ ვინ არის უფრო ძლევამოსილი, მე თუ ღმერთიო? და ამათ მოუთხრეს, რა თქმა უნდა შენო. კი, მაგრამ რატომო? ამან კითხა მახარაჯამ. იმიტომ რომ შენ იმხელა ძალაუფლება გაქვს, რომ თუნდაც ვაი დავშოთ ახლა ჩვენი პასუხი რომ არ მოგეწონოსო, შეგიძლია უბრალოდ აი გააგვაგდო შენი ქვეყნიდანო, შენი სამფლობელოებიდანო. და ღმერთსო ეს არ შეუძლიაო. ღმერთსო არ შეუძლიაო არავინო განაგდოსო თავისი სამფლობელოდანო, იმიტომ რომ ღმერთის იქეთ არაფერი არ არისო. გესმით? ანუ ფაქტიურად აი ამ მოძღვრების მიხედვით ჩვენ ვცხოვრობთ ღმერთში და ჩვენ თვითონ მისი პატარა ნაწილები ვართ, ეგრე ვთქვათ რა. და ყველაფერს მართავს ღმერთი. და ყველაფერი იმართება, აი ხო თქვა ის პირველი შემთხვევა, რომ არაფერი არ ხდება ტყუილუბრალო. ანუ ყველაფერი იმართება რაღაც კანონების მიხედვით, იმ დონეზეც კი, რომ თითოეული ღერის თმა თქვენს თავზე არის დათვლილი. ხოლო რა კანონების მიხედვით და რა პრინციპების მიხედვით იმართება, რეალურად არის ეს პრინციპები, რომელსაც მე გეუბნებით. ანუ აი ესეთი რაღაცა არის რა. ისინი თვლიან, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა, იარსებებს და არასოდეს არ შეწყდება მისი არსებობა, ან რამე თუ მისი არსებობა თუ შეწყდება რაღაც გარკვეული წამის 1000-დის მანძილზე, ის შეწყდება სამუდამოდ, იმიტომ რომ შეუძლებელია რაღაცა მუდმივი შეწყდეს და მერე წარმოიშროს სრულიად არაფრისგან. ანუ ის იყო, არის და იქნება. და კიდე თვლიან, რომ ჩვენ შექმნილი ვართ ღმერთის ფიქრებით. აი ესეთი საინტერესო რაღაცა არის. მენტალობის პრინციპი. მაგიტო ეწოდება ამის მენტალობის პრინციპი. რომ თუ ხატვარი ქმნის რაღაც თავის ნაწარმოებს
კალმით და ასე შემდეგ. ყველაფერი რეალურად იბადება, ანუ დავუშვათ მომღერალი მღერის რაღაც გარკვეულ სიმღერას გამოიგონებს და მღერის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ეს ხელოვნება და აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი ჩვენ ადამიანებმა შეგვენით ამ სამყაროში თუ გინდა ზუსტი მეცნიერებები თუ გინდა ხელოვნება და ასე შემდეგ ყველაფერი თავის დროზე დაიბადა ჩვენ თავში ყველაფერი დაიბადა ჩვენს ფიქრებში და ამან შემდგომ შეძლო მატერიალიზაცია და სწორედ აი იგივე პრინციპით რადგან ჩვენს დაახლოებით ანუ ღმერთის მასალისგან შევდგებით ეგრე ვთქვათ სწორედ ასევე შეიქმნა დედამიწა, სწორედ ესევე შეიქმნა სამყარო, მოხდა დიდი აფეთქება. ამას არ დასჭირდა ღმერთისგან არანაირი ძალისხმევა, გარდა იმისა, რომ ღმერთი ამ ყველაფერს ფიქრობდა, მოიაზრებდა. და რახან მისი ანუ ეგრე ვთქვათ, მოაზრების ძალა არის ძალიან დიდი, მის მოაზრებას შეუძლია შექმნას ყველაფერი მატერიალური, რაც არის ჩვენს გარშემო. ანუ ჩვენ ცხოვრობთ მატერიალურ სამყაროში, რომელიც რეალურად წარმოადგენს ღმერთის ფიქრებს. ოდესღაც ეს იყო ღმერთის ფიქრები. შეიძლება სხვანაირად ვიფიქროთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ ღმერთის თავში, მატერიალურ თავში, ანუ ჩვენ ცხოვრობთ მასში. გესმით? და მართლაც ესე არის, რომ აღმოსავლური ფილოსოფიები უწოდებენ აი ამ სამყაროს მაიას. ხო, ეს მაია არის სიზმარი. და ისინი იძახიან, რომ ეს ყველაფერი სიზმარია, ეს ყველაფერი ილუზია და ასე შემდეგ. ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ილუზია, მაინდა-მაინც არ არის გაზიარებული ჰერმეტისტების მიერ. ისინი არ თვლიან, რომ ჩვენ ვართ ილუზიაში. ანუ თავის დროზე ეს იყო ღმერთის ილუზია, ეგრეთ ვთქვათ, ღმერთის ფიქრები, მაგრამ ეს სამყარო დღეს არის ძალიან მატერიალური. და იმისი ფიქრი, რომ აი მე ვცხოვრობ უბრალოდ სიზმარში და ეს ყველაფერი მე მესიზმრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ძალიან არასწორია, იმიტომ რომ ამას რეალურად მივყავართ, აი ამ მატერიალური სამყაროსგან ძალიან შორს, მივყავართ რაღაც ოცნებებში, მივყავართ რაღაც შეიძლება ძალიან უსაფუძვლო რაღაც ფიქრების სამყაროში რა. ანუ ჰერმეტისტები თვლიან, რომ ძალიან კარგია თუ შენ იცი, რომ შენ ზემოთ არის ვარსკვლავები, ну ეგრეთ ვთქვათ, შენ ზემოთ არის ღმერთი, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს არასოდეს, რომ ფეხქვეშაც კარგად იყურო. იმიტომ რომ რაც არ უნდა გჯეროდეს იქ რაღაც ძალების, თუ წამოკარი, თუ ორმოში ჩავარდი და კისერი მოიტეხე, ну არაფერი შენს ეგრეთ ვთქვათ, ვერავის ვერ დააბრალებ ამას, ისევ შენი თავის გარდა. რაღაც მახსენდება კიდევ ერთი მოლა ნასრედინის ერთ-ერთი ისტორია, რომ მოლა ნასრედინმა მსგავს მოლასთან მივიდა, მის ზემოთ მდგომ მოლასთან მივიდა და შესჩივლა, რომ იციო რა მოხდაო, ღმერთმა როგორ მიმუხტლაო და რა მოხდაო, ის შეეკითხა და რათა სალოცავად გავჩერდიო და არ მივაბიო აკლემიო, იმიტომ რომ ლოცვის დრო მოდიოდაო და აკლემი არ მივაბიო და ათქაო აკლემი და ლოცვის დროს გამექცაო და ლოცვის დროს როგორ გამექცაო თუ ღმერთი არსებობსო. ხო და მეორე მოლა ეუბნება, რომ ღმერთი კი არსებობს, მაგრამ ხელებიო ამ სამყაროშიო ღმერთს არ აქვს, შენ გაქვსო ხელებიო რა. და ანეკდოტი რო არის, გახსოვთ ესეთი ანეკდოტი, რომ ღმერთო ლატერია მომაგებინე და ბილეთი მაინც იყიდა, რომ ღმერთი გეუბნება. ანუ იცით რა ხდება, თუ რაღაცის მატერიალიზაცია გინდათ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, უნდა რაღაცნაირად მზად იყოთ იმისთვისაც, რომ თქვენ მოგიწევთ გარკვეული მატერიალური ნაბიჯების გადადგმა, აი ამ თქვენი მიზნისკენ, ანუ ბილეთის ყიდვა მაინც მოგიწევთ იმ შემთხვევაში თუ გინდათ რომ მოიგოთ ლოტერეა. კარგით, ეს არის მენტალობის პრინციპი. მონ დავფიქრდე კიდე რაღაცის თქმა ხო არ მინდა ამის შესახებ. ხო, ყველაზე მთავარი არის ის, რომ რამდენადაც ჩვენ აი ამ ჰერმეტიზმის მიხედვით ღმერთმა შექმნა აი ამ თავისი ფიქრებით, უკვე ჩდება იმისი ფიქრი და იდეა, რომ ჩვენც ხომ არ შეგვიძლია შევქმნათ სამყარო და შევქმნათ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ფიქრებით. ანუ ჩდება იდეა, რომ როგორც ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, ჩვენც ასევე შეგვიძლია შევქმნათ ცხოვრება ჩვენი ფიქრებით. და რეალურად აი ამ იდეას ეფუძნება მთლიანად ეს ტაროს კარტი. ანუ ქრისტიანულ სარწმუნოებაშიც არის ესეთი იდეა, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად თავისი თავისა, ხო? და მეორე დიდი ასპექტი ქრისტიანული სარწმუნოებისა არის ის, რომ არჩევნის თავისუფლება. ანუ თქვენ გაქვთ არჩევანი თქვენი საკუთარი ფიქრების. თქვენ გაქვთ არჩევანი ვიღაცაზე შეინარჩუნოთ ბრაზი და სულ აი ამ გაბრაზებულ მდგომარეობაში იყოთ
და გაბრაზებული სიტუაციების მატერიალიზაცია მოახდინოთ თქვენს გარშემო და თქვენ გაქვთ არჩევანი, რომ რაღაცა უკეთესი შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. აი ეს არის არჩევნის ეგრეთ ვთქვათ თავისუფლება. პრინციპში აი უკვე ხედავთ, რომ რაღაცა კავშირი არის ქრისტიანულ რელიგიასა და ჰერმეტის შორის. შემდგომ არაერთი კავშირი გამოჩნდება რეალურად ამის შესახებ. კარგით, მეორე პრინციპი არის შესაბამისობის პრინციპი. რას ნიშნავს ახლა შესაბამისობის პრინციპი? შესაბამისობის პრინციპის მიხედვით ის რაც არის ზემოთ, არის ქვემოთ. აი ესეთი საოცარი პრინციპია შესაბამისობის პრინციპი. ანუ რეალურად ჰერმეტისტები გამოყოფენ სამყაროს არსებობის სამ დონეს. სამ დონეს, ეს არის მატერიალური დონე, რომელზეც ჩვენ ფუნქციონირებთ, მეორე არის მენტალური დონე, რომელზეც ჩვენ ასევე ფუნქციონირებთ და მესამე არის სულიერი დონე, რომელზეც ფუნქციონირებენ სულები, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან რეინკარნებული. დიახ, აი ჰერმეტიზმის მიხედვით ხდება ყოველთვის სულების რეინკარნაცია, ეს სულები იბადებიან დედამიწაზე და შემდეგ კვდებიან და ასე შემდეგ და ეს ყოველთვის მოძრაობს, ეგრე ვთქვათ რა, სისტემა. და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ორ დონეზე, ეგრე ვთქვათ, ვიმოქმედოთ ამ სამყაროში, ეს არის ჩვენი მენტალური დონე და ეს არის მატერიალური დონე, ხოლო როდესაც გარდავიცვლებით, ჩვენ გადავთ სულების დონეზე, ეგრე ვთქვათ რა. ჩვენი ანგელოზებით, ფარველი ანგელოზებით, რა თქმა უნდა, სულების დონეზე ფუნქციონირებენ, თუმცა არსებობს რაღაც გარკვეული მოსაზრებები, ახლა მე ცოტა აქეთ-იქით შორს წავალ იმის შესახებ, რაც მაგ წაკითხული, რომ ანგელოზები რეალურად ჩვენს გვერდით არიან ყოველთვის და ჩვენს გარშემო არიან და გვაძლევენ რაღაც მეექვსე გრძნობას. რაღაც გარკვეულ სიტუაციაში თუ არსებობს რაღაცა საშიშროება, ან გვაძლევენ რაღაც გარკვეულ იდეებს, არ წახვიდე იქ, არ დაურეკვა ამას და ასე შემდეგ. ხო, აი ესეთი იდეა არის. და საქმე რაში არის? შესაბამისობის პრინციპი. რომ აი ეს პრინციპები, რომელიც მე უკვე ჩამოთვალე ორი ცალი, ხო, და რომელსაც ასევე ჩამოვთვლი, აბსოლუტურად ერთნაირია ყველა დონეზე. ანუ სულის დონეზეც და მატერიალურ დონეზეც და გონებრივ დონეზე. რას ნიშნავს ახლა ამას? ამას ამტკიცებს ის, რომ პრინციპში რა ძალაც აქვს ღმერთს, რომ თავისი ფიქრებით შექმნას მატერიალური სამყარო, ზუსტად იგივე ძალა გვაქვს ჩვენ. რომ ჩვენი ფიქრებით, ჩვენი განწყობით და ჩვენი ემოციებით, ჩვენ არა მხოლოდ ფიქრები, ანუ შეიძლება რაღაცაზე იფიქრო, მაგრამ ამაში არ ჩადო ემოცია, არ ჩადო ამაში საკუთარი გარკვეული ენერგეტიკა. გესმით, ანუ რაღაცაზე. ანუ უბრალოდ მშრალად იფიქრო, ან ფილმს უყურო რაღაცნაირად, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის ფილმი აუცილებლად ახდება შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამაში რეალურად არ დევს შენი ემოცია, შენი ენერგეტიკა. ანუ რასაც ჩვენ ვფიქრობ და რასაც ჩვენ გვგრძნობთ, ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ ადვილად მოვახდინოთ მისი მატერიალიზაცია ჩვენ სამყაროში. და მე ვთქვი, რომ ეხლა არა, ოღონდ ეს ვიდეო ძალიან გამიგრძელდება, ისედაც გრძელია. მე აუცილებლად ვიტყვი იმ შემთხვევებს, როდესაც მე მიზანმიმართულად მოვახდინე რაღაც გარკვეული შემთხვევების მატერიალიზაცია. პრინციპში აბსოლუტურად ყველაფრის მატერიალიზაცია ჩემს ცხოვრებაში. გადავიდეთ შემდეგ პრინციპზე. და ეს პრინციპი არის ვიბრაციის პრინციპი. ვიბრაციულობის პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ცხოვრობთ ვიბრაციულ სამყაროში. ძალიან უცნაური შეხედულებაა ერთის მხრივ დავუშვათ, ხო? ანუ აქამდე თქვი, რომ ჩვენ ცხოვრობდით ფიზიკურ და ფსიქიკურ დონეზე, ხო? მაგრამ უცებ შემოდის აქ ესეთი ტერმინი, რომ ჩვენ თურმე ცხოვრობთ ვიბრაციულ სამყაროში. რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი? გაგიგიათ თუ არა თქვენ ის, რომ ადამიანს აქვს აურა. რა თქმა უნდა, პრინციპში ყველა თანამედროვე ადამიანმა უკვე იცის, რომ ადამიანს აქვს აურა და მაგის დამტკიცებაც შეიძლება, აურის სურათის გადაღებაც შეიძლება და ასე შემდეგ. და პრინციპში ეს აურა იცვლება და იცვლის ფერებს, აი როგორც რაღაც გარკვეული, აი რაღაც ტალღების, რაღაც გარკვეული ტალღები, აი როგორც აი გარკვეული მუსიკის ბგერა ხო შეიძლება შესაბამებოდეს გარკვეულ ფერს. აი ზუსტად ისევე ხდება აი ამ შემთხვევაში აურის შემთხვევაში. არასდროს არ დაფიქრებულ ხართ იმის შესახებ რა არის აურა? აურა არის თქვენი სული. მე ზუსტად ვიცი, არ მე წაკითხული მაქვს ერთი წიგნი, სადაც არის ნათქვამი იმაზე, რომ ეს ჩვენ სული კი არ ცხოვრობს ჩვენს სხეულში. ჩვენი სხეული ცხოვრობს ჩვენს სულში. ანუ არსებობს ესეთი სხეული და მის გარშემო არის ეს უშველებელი აურა. ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს დადებითი ემოციები, აქვს ძალიან დიდი აურა, რაღაც ფანტასტიკური ფერებით და ასე შემდეგ, ანუ ცისფერი, რაღაც წყნარი ესეთი ფერები.
და როდესაც ადამიანი დაუშვათ ძვინვარდება და დიდ ემოციებს გამოსცემს და ასე შემდეგ, შეიძლება მისი აურა გახდეს წითელი და გაიზარდოს და ასე შემდეგ. აი ეს ფაქტიურად არის სული, ანუ ჩვენი სულიც კი არსებობს რაღაც ენერგეტიკული ელემენტია. ანუ რაც გარკვეული ენერგეტიკა აქვს ჩვენ სულს. არასოდეს არ გაგიგებთ გამოთქმები იმის შესახებ, რომ აი ამ ადამიანს რა კარგი ენერგეტიკა აქვს, ну ყველა ლაპარაკობს ამაზე. ამ ადამიანს ცუდი ენერგეტიკა აქვს და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს კარგი ენერგეტიკა და ცუდი ენერგეტიკა? ერთად ჩემი დაიძახეს, რომ მე ამჯერა ღმერთის, მაგრამ მე მჯერა ენერგიის. მაგრამ რა საჭიროა? გჯეროდეს ენერგიის, თუ არ იცი ეს ენერგია როგორ მართო. ეს იგივე რო თქვა, მე მჯერა თეთრი პეპლების არსებობის. კი ბატონო, თეთრი პეპლები არსებობენ, არავინ ამაზე ამაში ეჭვს არ შეიტანს საერთოდ. თეთრი პეპლები არსებობენ, მაგრამ რაში მჭირდება მე თეთრი პეპლების არსებობის ცოდნა, თუ ვერაფერში ვერ გამოვიყენებ მათ არსებობას. გესმით? ის ფაქტი, რომ ჩვენ შევდგებით ენერგეტიკული ელემენტებისა, ჩვენში არის ეს ენერგია, რაღაცის მომტანი უნდა იყოს ჩვენთვის. და მე თქვენ გეტყვით, ისი მომტანი არის. აი ამ ჩვენი ენერგეტიკით ჩვენ ასევე ქმნით რეალობას ჩვენს გარშემო. ანუ მე ვთქვი აქამდე, რომ ჩვენი ფიქრებით ვქმნით სამყაროს. კი ბატონო, მაგრამ ყველა ფიქრს აქვს თავისი ენერგია. დადებით ფიქრს აქვს რაღაც დადებითი ენერგია, სიმშვიდე მოაქვს, უარყოფით ფიქრს მოაქვს, უარყოფითი ენერგია ჩვენ ბრაზდებით, ჰორმონების გამოწვევას იწვევს ორგანიზმში და ასე შემდეგ. გესმით? ასევე ვისაც წაუკითხია კარლოს კასტანედან, ну რამოდენიმე ტომია კარლოს კასტანედას, მეც არ მაქვს წაკითხული, მაგრამ აი თუ არ ვცდები, ერთ-ერთ ტომში არის искусство сновидения. და აი ამ ტომში ეს დონ ხუანი ეუბნება კარლოს კასტანედას, რომ შენ ცდებიო, შენი ხედვაო, როგორც შენ ხედავ ამ ფიზიკურ სამყაროს შენ გარშემო არ არის სწორიო. ეს არის eta видение хищника. ანუ ეს არის მტაცებლის, ეგრეთ ვთქვათ, ხედვაო. შენ ხედავო ყველაფერსო კონცენტრირებულად, აი ამ ფიზიკურ დონეზეო. სინამდვილეშიო, всё есть энергия. ის ლაპარაკობს. ყველაფერი აქვს ენერგია. ყველა ხეს აქვს ენერგია. ყველა ქვას აქვს ენერგია. ყველა მინერალურ ქვას აქვს გარკვეული ენერგია. ყველა სახლს აქვს ენერგია. წარმოგიდგენიათ? ანუ ყველაფერში არის რაღაც გარკვეული იდეა, ღმერთის იდეა, ხოლო იქ სადაც არის იდეა, სადაც არის აზრი, იქვე არის ენერგია. იქვე ჩნდება ენერგია. არ გაგიგეთ ესეთი გამოთქვა, მამაკაცური ენერგია, ადამიანში ძალიან ბევრია მამაკაცური ენერგია, ეს ისეთი მამაკაცურია. ადამიანში ძალიან ბევრია ქალური ენერგია. ტაროს კარტებიც იძახიან, რომ არსებობს აი ქალური ყველაფერი მთელი სამყარო მე შედგება ორი ენერგიისგან, მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური და ქალური ენერგია. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ აი ამ გამოცემაში, ეგრეთ ვთქვათ. ხო, და რაში გამოვიყენოთ ეს ენერგია? თუ ჩვენ ვიფიქრებთ შესაბამის ფიქრებს, ანუ დადებით ფიქრებს, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია გამოვასხივოთ დადებითი ენერგია და მოვიწვიოთ დადებითი ემოციები და დადებითი საგნების მატერიალიზაცია ჩვენ ცხოვრებაში. გესმით? დადებითი მოვლენების მატერიალიზაცია. ხოლო ცუდ ფიქრებს აქვს ცუდი ენერგია და შესაბამისად ხდება უარყოფითი მოვლენების მატერიალიზაცია ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ შეიძლება თუ არა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი გონებას, ეგრეთ ვთქვათ, ჩვენ სულს მივცეთ რაღაც გარკვეული ენერგია და შესაბამისად შევცვალოთ ფიქრები. აი ამ გარკვეული ენერგიის მიხედვით, გესმით? არა ფიქრებით მოვიწვიოთ ენერგია, არამედ ენერგიით მოვიწვიოთ ფიქრები. გასაგებია? ანუ ამას პირველ რიგში ძალიან ადვილად აკეთებენ ეს აღმოსავლური პრაქტიკების მცოდნე ადამიანები, გურუები. არაფრით სხვით თუ არა მედიტაციით. ანუ ისინი შედიან მედიტაციაში, აჩერებენ ყველანაირ ფიქრს და შესაბამისად მაგათ ორგანიზმში იწყებს ენერგიის დინებას. დინება, ანუ რაღაც გარკვეულ დადებითი ენერგიაზე, დადებითი ტალღაზე გადადიან. გესმით? ანუ ფიქრები არ არის და ენერგია ავტომატურად იწევა ზემოთ. აი მეც მაგალითად, როდესაც მე შემიძლია მედიტაციებს ვაკეთებდი ისე ცხოვრებაში, როდესაც მე ვაკეთებ მედიტაციას, ჩემი სხეული აბსოლუტურად აი პრაიზვოლნა, რუსები რო იტყვიან. აი აბსოლუტურად ჩემ დაუნებურად იმართება ეს ხერხემალი აბსოლუტურად იმართება, იწელება და თავი რაღაცნაირად ზემოთ გადადის და ოდნავ უკან იხრება. და ჩემს სხეული იწყებს ოდნავ ესეთ ლევიტაციას, რწევას.
და ნუ მე ველაპარაკე ერთ ცოდნე ადამიანს და მან მითხრა რომ უბრალოდ იხსნება ჩაკრები და შენს ხელში იწყებს დინება ენერგიას. ასევე გასწავლით მეორე საოცარ ძალას თუ როგორ მართოთ ჩვენი ფიქრები ენერგიის მიხედვით. და ეს ძალა არის მუსიკა. ანუ ყველა მუსიკას აქვს თავისი ენერგია. აი, დაფიქრები ხართ, რომ არსებობს ზოგიერთი სიტუაცია, როდესაც თქვენ ყველანაირი მუსიკა მოგწონთ. და არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც თქვენ ან მოწყენილი ხართ, ან რაღაცა ზედმეტად კარგ ხასიათზე ხართ და ასე შემდეგ, მხოლოდ განსაკუთრებული მუსიკა შეიძლება შეისაბამოთ. ანუ თქვენ ეძებთ მუსიკას თქვენი ენერგეტიკის და თქვენი ფიქრების მიხედვით. მაგრამ მეორეს მხრივ თუ თქვენ მოძებნით მუსიკას, თავშეთ ცუდ ხასიათზე ხართ და მოძებნით მუსიკას, რომელიც ოდნავ შესაბამება თქვენს ენერგიას, მაგრამ ოდნავ უკეთესია თქვენს ენერგიაზე. ოდნავ კარგ ხასიათზე დადგებით. შემდგომ კიდევ დავშოთ გაამუჯობესებთ მუსიკას, კიდევ უკეთეს ხასიათზე დადგებით. შემდგომ მესამე სიმღერას გაკეთებთ, შეიძლება უკვე ცეკვაც წამოიწყოთ და აი უკვე შეცვლილია ყველაფერი თქვენს გარშემო. წარმოგიდგენიათ? ენერგია და ფიქრები ერთმანეთთან კავშირში არის. ენერგიას მოაქვს რაღაცა ფიქრები, რაღაცა იმიჯები ჩვენს თავში, რაღაცა აი ხედვები და ჩვენ რეალურად ვიწყებთ რაღაცის ფანტაზირებას. და შესაბამისად ჩვენი მომავლის შექმნას, რამე თუ ჩვენი ფიქრებით ვქნით ჩვენს მომავალს, და მუსიკა ამაში გვეხმარება, სავსებით შეიძლება ვთქვათ, რომ მუსიკა არის ღმერთთან სალაპარაკო ენა. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მუსიკას შეუძლია ფანტასტიკური რაღაცების გაკეთება. ანუ როგორ ხდება, რომ ჩვენ ბუნებაში გავდივართ და იქ ფრუცებ ვეშვებით და აი ტყეში შევდივართ და სხვანაირი ენერგეტიკა არის, ზღვაში შევდივართ და უბრალოდ ზღვას რომ უყურო და არ შეხვიდე, ზღვაში უკვე გრძნობ, რომ იქ სხვანაირი ენერგია არის. ზღვას თავისი ენერგია აქვს. ყველაფერს აქვს თავისი ენერგია, რომელიც ჩვენ შეიძლება შევითვისოთ და შესაბამისად, აი არ დაკვირვები ხართ დავშე იმაზეც კი, რომ თქვენ ხართ ძალიან კარგ განწყობაზე, ნუ ეგრე ვთქვა, თქვენი ენერგეტიკა მაღალია და ვიღაცა ცდილობს ნერვები მოგიშალოს და არ გამოსდის. იმიტომ რომ თქვენ ძალიან ძლიერი ხართ, ძალიან ფიქსირებულია თქვენს მაშინ თავში, თქვენს სხეულში ეს ენერგია, ანუ დადებითი ენერგია გესმით? და მას არ გამოსდის, რომ თქვენ ნერვები მოგიშალოთ. ანუ ეს ყველაფერი საინტერესო არის და აუცილებელი არის იმისთვის, რომ ჩვენ ისევ და ისევ მართოთ გონება ჩვენი ენერგიით. გესმით? პრინციპში ეს იყო რისი თქვაც მინდოდა, ანუ ეს ძირითადად გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ შემოვიყვანოთ კიდე ორი ეგრე ვთქვათ იარაღი, ერთი არის მედიტაცია და მეორე არის მუსიკა. და მესამე, ნუ თვითონ დადებით ფიქრებზე, ასევე ნალაპარაკები მაქვს უკვე. იმისთვის, რომ შევცვალოთ სამყარო ჩვენს გარშემო. კარგით, გადავიდეთ შემდეგ პრინციპზე. ეს არის მეოთხე პრინციპი, პოლარულობის პრინციპი. რას ნიშნავს პოლარულობის პრინციპი? თუ თქვენ გაიგებთ პოლარულობის პრინციპს, თქვენ ამოხსნით სამყაროს ყველა საიდუმლოებას. თქვენ ვერასოდეს ვერ მოგიშლით ვერავინ ნერვებს და შესაბამისად არც თქვენ არ დაკარგავთ დროს იმისთვის, რომ ვინმეს მოუშალოთ ნერვები. წარმოგიდგენიათ. რას ნიშნავს ახლა ეს პოლარულობის პრინციპი? პოლარულობის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში არსებობს რაღაცა შკალა, ეგრე ვთქვათ, ემოციების შკალა, რაღაც სიტუაციის შეფასების შკალა და უარყოფითიდან დადებითისკენ და პირიქით. ანუ წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში აი თქვენ ხელში გაქვთ რაღაცა ფანქარი, რომლის ერთ მხარეს არის აბსოლუტურად დადებითი მხარე ამ სიტუაციის და მეორე მხარეს არის აბსოლუტურად უარყოფითი მხარე ამ სიტუაციის. და სად არის სინამდვილე? სინამდვილე არის ყოველთვის სადღაც შუაში. რისი თქმა მინდა, მოდით ახლა უფრო ადვილად ვთქვათ. აი მაგალითად, წარმოიდგინეთ, თქვენ შეყვარებული ხართ რაღაც გარკვეულ ადამიანზე, ხო? გიყვართ თავდავიწყებამდე. რახან გიყვართ, შესაბამისად, თქვენი იმედები ამ ადამიანის მიმართ არის ძალიან დადებითი, თქვენ ამ ადამიანს საკუთარ ადამიანად გრძნობთ, თქვენს მსგავსად გრძნობთ. მაგრამ უცებ მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ადამიანმა ჩაიდინა რაღაცა კატასტროფული. და თქვენ აი ზუსტად ერთი ნახტომით აბსოლუტურად დადებითი ემოციებიდან, სიყვარულიდან ძალიან ადვილად გადადიხართ აბსოლუტურად უარყოფით ემოციებში, სიძულვილში.
აი სწორედ ეს არის პოლარულობის ერთი შკალა. იგივე ავიღოთ დავუშვათ ფიზიკურ დონეზე, დავუშვათ ტემპერატურის გაზომვა, ხო? არ არსებობს აბსოლუტური სიცივე და აბსოლუტური სიცხე. სად არის აბსოლუტური სიცივე? პირობითად ჩვენ ვიძახით, რომ აი სადღაც 0 არის ნეიტრალური რაღაც კვეთის საზღვარი მინუსოვან და პლუსოვან ტემპერატურას შორის, მაგრამ ვინ დაადგინა, რომ ეს 0 სწორედ ის 0-ია, რომელიც საჭირო არის. გესმით? ვინ დაადგინა მაინდა-მაინც, რომ 100 გრადუსზე დუღდება წყალი? რა თქმა უნდა, ცელსიუსმა. ჩვენ რაც გამოგონა პრინციპში ცელსიუსმა, იმას უვენდობით, თორე არ არის აბსოლუტური სიცხე, არ არის აბსოლუტური სიცივე. ყველაფერი არის შეფარდებითი. და სწორედ აი ამ პრინციპის მეშვეობით არ არის აბსოლუტური სიმხდალე, არ არის აბსოლუტური სიმამაცე და რა არის იცით, რაღაცნაირად ეს ცოტათი აადვილებს ცხოვრებას. იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა სიტუაციაში იყო მამაცი. რაღაცნაირად თითქოს პასუხისმგებლობაც გეხსდება ცოტათი, რომ არ შეიძლება აუცილებლად ყველა სიტუაციაში იყო დადებითი. არ არის აბსოლუტური სიკეთე, არ არის აბსოლუტური ბოროტება. არ შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილი. თქვენ შეძლებთ ყველა ადამიანთან იყოთ კეთილი, გამარჯობა, ჩამომithმევია თქვენთვის ხელი. მე მგონი არა და არც არის საჭირო. და არც არსებობს აბსოლუტური ბოროტება. კი, ვიცი. მე მგონი ვიცი ერთი სერიალი, სადაც არსებობენ აბსოლუტურად ბოროტი ადამიანები, ვენესუელური სერიალი. აი იქ არიან აბსოლუტურად დადებითი და აბსოლუტურად უარყოფითი პერსონაჟები. მაგრამ სამყარო ესეთი მარტივი არ არის, ხო? მეორე მხრივ ეს ყველაფერი აი ამის გაგება, მეორე მხრივ გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი გარკვეულწილად ენერგიაც კი დავზოგოთ და ბევრ ადამიანთან არ ვიკამათოთ იმაზე, თუ ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუარი. იმიტომ რომ რამდენადაც არ არსებობს აბსოლუტური სიმართლე და აბსოლუტური მტყუანება, ეგრე ვთქვათ. სიმართლე არის სადღაც შუაში. ხოლო თუ სიმართლე არის სადღაც შუაში, ანუ ორივე მხარე მართალია. და ამავე დროს ორივე მხარე მტყუარია. ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთში ვერ რიგდება, მას აქვს უბრალოდ რაღაც გარკვეული ხედვა აი ამ შკალისა. ერთი სხვანაირად ხედავს რაღაც დადებითობას, ანუ მისთვის დადებითი არის სხვაგან ამ შკალაზე, მეორესთვის ცოტა სხვაგან ამ შკალაზე და ყველას აქვს თავისი ხედვა. და არასოდეს ადამიანები არ თანხმდებიან, რომ აი აქედან იწყება დადებითი, აი ამ მომენტში შენ მე ის გამიკეთე, დადებითი და იმ მომენტში რომ არ გამიკეთე, ეს იყო უკვე უარყოფითი. გესმით? ყველას თავისი ხედვა აქვს ამ შკალის შესახებ. და შესაბამისად არც არის აუცილებელი დახარჯოთ დრო იმაზე, რომ ამ ადამიანებს რაღაცა დაუმტკიცოთ. იმიტომ რომ თქვენ მართლები ხართ და ისიც მართალია. და მეორე მხრივ ორივენი ხართ მტყუნები, რომ ერთმანეთის შესახვედრად ვერც ერთმა თქვენგანმა ნაბიჯი არ გადადგა. აი, როდესაც თქვენ ამას უბრალოდ ჩემთვის ეს იყო უდიდესი რევოლუცია ამის გაანალიზება. და შესაბამისად, იცით რა მხოლოდ პასუხისმგებლობა მომიხსდა ჩემი საკუთარი მხრებიდან, რომ არ არის აუცილებელი იყო კარგი ყოველთვის და აბსოლუტურად დადებითი ყველა სიტუაციაში. და იგივეცაც ვერ მოსთხოვ სხვა ადამიანებს. და სხვებსაც მოხსენი პასუხისმგებლობა და ცხოვრება უბრალოდ გახდა მარტივი. და საერთოდ ისეთ სიტუაციაში, როდესაც იქნება რაღაცა კამათი, უბრალოდ აღარ ვკამათო. შეიძლება რაღაცა წამეხალისოს და უბრალოდ ფილოსოფიის გულისთვის ვიკამათო, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში მართლა აკეთებს ძალიან დიდი რაოდენობით ენერგიის დაზოგვას. აი ეს პრინციპი არის პოლარულობის პრინციპი. კიდე ესეთი რაღაცა მინდა გითხრათ, ეს პოლარულობის პრინციპი ასევე ძალიან კარგად არის გამოყენებული ფსიქოლოგიაში და ასევე მას დიდი წილი აქვს აი ადამიანის განწყობის შეცვლაში და შესაბამისად ადამიანის მიერ თავისი ცხოვრების მართვაში. აი მე ნამდვილად ვიცი, რომ არსებობს ესეთი ვარჯიში ფსიქოლოგიაში, რომ ადამიანმა უნდა აიღოს თავშოთ ფურცელი და ჩამოწეროს ყველა თავისი უარყოფითი ემოცია. თავშოთ მე არავის არ მომწონვა და მეორე მხრივ უნდა დაწეროს მარჯვენა მხარეს ხაზი ჩამოუსვას და დაწეროს მე მოვწონმარ ყველას. გესმით? ანუ ნახეთ რა ხდება. თქვენ აბსოლუტურად უარყოფით თქვენ განწყობას, ცვლით აბსოლუტურად დადებითზე. თავშოთ მე უშნო ვარ, მე ძალიან ლამაზი ვარ. მე სულ უარყოფითი თვისებები მაქვს. მე უამრავი კარგი
კარგი თვისება მაქვს. წარმოგიდგენიათ? და ანუ ხდება თქვენი აბსოლუტურად აი ამ პოლარულობის შეცვლა, ანუ მე მხდალი ვარ. სხვანაირად უნდა დაწოროთ, არა, მე ძალიან თამამი ვარ. არსებობს სიტუაცია, როდესაც მე ძალიან თამამი ვარ. სიტუაციები. და აი ამ ეგრეთ ვთქვათ, პოლარულობის პრინციპით ნელ-ნელა აი ამ ვარჯიშით ხდება ფსიქიკის შეცვლა. ხოლო სადაც იცვლება თქვენი ფსიქიკა, რა ხდება? იცვლება თქვენი რეალობა. ძალიან კარგი. გადავიდეთ შემდეგ პრინციპზე. ეს არის რითმულობის პრინციპი. რაში მდგომარეობს ახლა რითმულობის პრინციპი? ყველაფერი დედამიწის გარშემო და თვითონ აი ამ სამყაროში, დედამიწა ძალიან პატარა ადგილია. ყველაფერი ამ სამყაროში პულსირებს. ყველაფერი იცვლება და ყველაფერი მოძრაობს რაღაც გარკვეული რითმულობით. რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი? გავიხსენოთ დიდი აფეთქება. დიდმა აფეთქებამ შექმნა სამყარო. ანუ სხვანაირად ღმერთმა დიდი აფეთქების მეშვეობით შექმნა სამყარო. და ასევე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ როდესმე ეს აბსოლუტურად ყველა პლანეტა და ყველაფერი ჩვენს გარშემო შეიკუმშება ერთ გარკვეულ წერტილამდე და ისევ ყველაფერი ჩაქრება. სანამ მოხდება შემდეგი დიდი აფეთქება. გესმით? ანუ თვითონ სამყაროც აი ესეთი დიდი სამყარო, რომელიც არის ჩვენს გარშემო და რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ ყველანი, აი ეს სამყაროც კი პულსირებს. იგივეს ხვდებით ჩვენ ქრისტიანულ რელიგიაში. ძალიან უცნაურია, ხაი, თქვენ არ ვიცი, იგივე პარალელის გავლება შეძლებთ თუ არა. ანუ რა ხდება, რომ ღმერთმა დაუშვათ ერთ დღეს გაყო სინათლე სიბნელისგან, მეორე დღეს შექმნა ვარსკვლავები, ისე შემდეგ მერე მცენარები, ცხოველები და ბოლოს შექმნა ადამიანი და მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა. ანუ აჩვენებენ, რომ აი ღმერთსაც აი ეს კრეატიული ენერგიას რაღაც აი იდევნება ეგრეთ ვთქვათ სამყაროში და იქმნება ეს საოცარი სამყარო და შემდგომ ყველაფერი ისვენებს, ანუ თვითონ ღმერთიც კი ისვენებს. ანუ ყველაფერი ციკლურია. სიფხიზეს ცვლის ძილი. თუ თქვენ მუშაობთ ძალიან ბევრს, შესაბამისად უნდა ძალიან ბევრი დაისვენოთ. თუ თქვენ ძალიან ბევრს ისვენებთ ზოგადად თქვენს ცხოვრებაში, მაშინ დასვენებაც კი არ გერგებათ. აი არსებობს ესეთი ანეკდოტი, რომ ისა მამა ძალიან დავიღალე და რითია უსაქმურობით და მე რის გაკეთებას აპირებო და კარგად გემრიელად დავისვენებო. აი შეუძლებელი არის, როდესაც უსაქმურობაში ხარ, გემრიელად დაისვენო. გემრიელად დაისვენებ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც ძალიან ისეთ საქმეს აკეთებ. ენერგაზატратны, ეგრეთ ვთქვათ რა, ძალიან ისეთ მძიმე შრომას აკეთებთ, აი რაც უფრო მძიმეა შრომა, მით უფრო დიდი არის დასვენება. აბსოლუტურად ყველაფერი ამ დედამიწაზე იბადება და კვდება. ყველა ხე, ყველა მცენარე, ყველა სახლი, ყველა ქვეყანა იბადება და კვდება. სამწუხაროდ ეს ესეა. და ჩვენ ადამიანებიც უბრალოდ სტუმრები ვართ ამ დედამიწაზე, ჩვენ ვიბადებით და კვდებით. ჩვენ ვართ აი ამ ციკლის ნაწილი. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ვიბადებით არა მხოლოდ ჩვენ მატერიალურ დონეზე, არამედ ყველა იდეა, ოდესმე იბადება და კვდება. ანუ მე ადრე რო სწავლობდი ეკონომიკას, ან ჩემი პროფესია არის, პირველი პროფესია არის ეკონომიკური პროფესია, მაგის მე მივიდი რაღაცა ვაკეთე დასწავლი. იქ მასწავლეს, რომ აი ყველა იდეა რაღაც პროდუქტის შესახებ, რაღაც გარკვეულ ციკლს გაივლის, ანუ დაბადება, მე აი იდეის ზრდა, ასე შემდეგ, როდესაც უკვე ფული შემოაქვს და ასე შემდეგ, მე აღწევს თავის პიკს და მე ნელ-ნელა ვარდება და თუ რაღაცნაირად არ აცოცხლებ აი ამ ყველაფერს, აი არ შემოგაქვს ახალი რეკლამა, ან ახალ პატარ-პატარა პროდუქტებს თუ არ უშვებთ, აი მაგალითად კოკა-კოლის მაგალითზე რო ვთქვათ, ანუ რატომ არის, რომ თქვენ კოკა-კოლის რეკლამას ხედავთ მუდმივად? თქვენ რომ არ ხედავდეთ მუდმივად კოკა-კოლის რეკლამას, თქვენ არ დალებდით კოკა-კოლას მერწმუნე თამაში, რატო გამოდის კოკა-კოლა ზერო, კოკა-კოლა ის. იმიტომ რომ პროდუქტმა იცხოვროს თქვენს თავში, თორე იდეა ძალიან ადულად კვდება. გესმით? აბსოლუტურად ყველა მოდა იბადება და კვდება. რამდენაირი მოდა იყო და შემდგომ კიდევ ბრუნდება. შეიძლება დაბრუნდეს რაღაც გარკვეული დროის შემდეგ. ანუ ზოგადად ეს თუ ვიცით, ეს გვეხმარება აბსოლუტურად ჩვენს ემოციების მართვაში, ციცით? შეუძლებელი არის აბსოლუტურად აღტკინებულ მდგომარეობაში ვიყოთ და აბსოლუტურად ყოველთვის მუდმივად გვიყვარდეს ჩვენი პარტნიორი ერთნაირად რა.
როგორც ხდება აი რომანტიული სიყვარულის დროს, ეს პირველად შეხვდები ადამიანს. აუცილებლად ნელ-ნელა სიყვარული შეიცვლის ფორმას და ცოტ-ცოტა ჩაქრება. აუცილებლად ვნება ჩაქრება და ასე შემდეგ. შემდგომ ხდება მისი შეიძლება თავიდან აი ვინცაც ძალიან დიდხანს გიცხოვრიათ ერთი და იგივე პარტნიორთან. ანუ ფაქტიურად ესე ციკლურად ხდება რა. ანუ დაუშვათ ადამიანი გიყვართ თავიდან ყველაფერი ფანტასტიკურია და შემდეგ ყველაფერი ნელდება, შემდგომ ქრება და შემდგომ თუ რაღაცა კარგი და დადებითი ხდება, დაუშვათ თქვენ შორის, ან თქვენ რაღაცა საერთო ხელშესახებ წერტილებს იპოვნით ერთმანეთთან, შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყოს და საერთოდ ესეც კი არის რა, ცოლ-ქმარ შორის ყველაფერი. ანუ ეს იბადება, ვნება იბადება, კვდება, იბადება, კვდება, იბადება, კვდება. ხო. და სხვა შეიძლება ამის გამო პარტნიორები, რომლებმაც ამოხსნეს სიყვარული, ამ ბოლო დროს აღარ ცხოვრობენ ერთად. რომ აი ეს ანუ ერთმანეთს აი ციკლურად ხვდებიან, ანუ ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობენ, რომ ერთმანეთს თავის თავს აღარ აბეზრებენ, ეგრე ვთქვათ რა, იმ ციკლულობის რეჟიმში არიან, ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ერთმანეთს ხვდებიან. დავუშვათ ყოველ მეორე დღეს, ყოველ დღესაც არა. და მათი სიყვარული უფრო დიდხანს გრძელდება დამერწმუნდეთ. რითი არის კიდე საინტერესო ეს ციკლურობის მომენტი? საერთოდ აბსოლუტურად ყველა ემოცია თქვენს გარშემო და აბსოლუტურად ყველა სიტუაცია როდესმე შეიცვლება. თუ გაგეკეთ ესეთი რაღაცა ბელა პოლასა, იჩორნეა პოლასა, რაღაც თეთრი ზოლი ცხოვრებაში და შავი ზოლი ცხოვრებაში, ხო? ანუ რაღაც დადებითი მოვლენები, შემდგომ იცვლება უარყოფითი მოვლენების ნაკადით და პირიქით. ნამდვილად ეს ხდება და მეცაც გეტყვით, რომ აი დადებითი და უარყოფითი მოვლენების ნაკადი ყოველთვის ერთმანეთს აბალანსებს. თუ თქვენ იყავით როდესღაც ძალიან ცუდ სიტუაციაში, დამერწმუნეთ, რომ სამყაროს აქვს თქვენთვის აი ამისი შესაბამისი კარგი სიტუაცია. რამდენადაც თქვენ დაიტანჯეთ, საკმარისია უბრალოდ მოეშვათ, საკმარისია უბრალოდ ცოტა შეცვალოთ ფიქრები, დადებითად იფიქროთ და ზუსტად გექნებათ იმისი პარალელური დადებითი სიტუაცია, გესმით? და შემდგომ თუ თქვენ ამ დადებით განწყობას არ შეინარჩუნებთ და ასე შემდეგ, შეიძლება მას მოყოს ანალოგიური მისი უარყოფითი სიტუაცია. ანუ ყველაფერი იცვლება. ყველაფერი იცვლება ერთმანეთის პროპორციულად. მხოლოდ მშიერმა ადამიანმა შეიძლება გაიგოს საჭმელის ნამდვილი გემო. ადამიანი, რომელიც მუდმივად ჭამს, რეალურად კაიფსაც კი ვერ იჭერს აი ამ საჭმელის ჭამით. დამერწმუნებით, რომ ეგრეა. მხოლოდ იმ ადამიანმა, რომელმაც კარგად დაიღალა, შეიძლება გაიგოს დასვენების გემო. მხოლოდ იმ ადამიანმა, რომელმაც ძალიან დიდი ხანი გაატარა მარტოობაში, შეიძლება რეალურად დააფასოს ესეთი სხვა ადამიანთან ურთიერთობები. ადამიანები, რომლებიც ადვილად შედიან სხვებთან კონტაქტში და აქვთ ბევრი მეგობრები და ასე შემდეგ, შეიძლება даже ვერც აფასებდნენ თავის მეგობრებს, ხო? რეალურად, იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ შეიძლება შეიძინონ სხვა მეგობრები და ასე შემდეგ. ანუ იმისთვის რომ გაიგო კარგი, აუცილებლად უნდა ცოტათი ნაგემოვნები გქონდეს ცუდი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სამყაროს წესები არის ესე. და თუ ზოგადად აი ამ კონცეფტს გავითავისებთ და გვეცოდინება რომ ყველაფერი იცვლება, ანუ შეიძლება ცოტათი მოვეშვათ კიდევაც იცით რაღაც გარკვეულ სიტუაციაში, აი უარყოფით სიტუაციაში თუ გვაქვს ნამდვილად იმისი რწმენა რომ აუცილებლად ყველაფერი შეიცვლება დადებითისკენ, ეს უბრალოდ გვეხმარება რომ მოვეშვათ და რაც შეიძლება მალე შემოუშვათ დადებითი. და მეორეს მხრივ თუ რაღაცა დადებითი სიტუაცია დამთავრდება, ანუ ეგრეთ ვთქვათ, every vacation ends. აბსოლუტურად ყველა თქვენი გამგზავრება, ეგრეთ ვთქვათ, დასასვენებლად ადრე თუ გვიან თავდება. თქვენ თუ დაბრუნდებით სახლში და დაიწყებთ ფიქრს, რომ აუ იქ რა კარგი იყო და აქ რა ცუდია და ასე შემდეგ, შეიძლება ცუდი რაღაცები მოიზიდოთ მართლაც თქვენს ცხოვრებაში. ანუ მე მქონია ესეთი შემთხვევა, რომ საზღვარგარეთ ვიყავი სასწავლებლად წასული და იქ ვიყავი ძალიან ბედნიერი. ანუ იქ მქონდა ჩემი თავისუფლება, იყავდა ბევრი მეგობრები, აი ყველაფერი რაც მინდოდა, კარგად ვერთობოდი, ну რაღაც ფანტასტიკური ცხოვრება მქონდა მართლა და როდესაც აქ დაუბრუნდი, საოცრება იყო პირველ რაღაც პერიოდში უმუშევარიც კი ვიყავი ძალიან დიდი ხანი საკმაოდ და მაშინ ვიფიქრე რისთვის წავედი თქო და რაღაც მშობლებთან მომიწია ისევ ცხოვრება და ასე შემდეგ წარმოგიდგენია და თავისუფლებიდან აბსოლუტურ შეზღუდვაში დაუბრუნდი და ამან გამოიწვია ჩემი ემოციური მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით შეცვლა და მართლაც შევძელი და მოვახერხე რომ ცუდი რაღაცები
მომეზიდა ჩემ ცხოვრებაში იმ პერიოდის განმავლობაში. ანუ ეს აბსოლუტურად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ამასთან უნდა ვიცოდეთ ის, რომ აი ეს კანონი არის ერთადერთი კანონი, აი ეს რითმულობის პრინციპი, ეგრეთ ვთქვათ, არის ერთადერთი პრინციპი, რომლის ცოტათი გვერდის აქცევაც კი შეიძლება. ანუ თუ თქვენს ფიქრებზე და თქვენს ვიბრაციებზე არის დამოკიდებული თქვენს გარშემო სიტუაციის მატერიალიზაცია, მოდით და თუ სიტუაცია შეიძლება უარყოფითისკენ, მოდით და თქვენ არ შეცვალოთ თქვენი ფიქრები უარყოფითისკენ. და ყველაფერი ისევ შეიძლება დადებითისკენ. გესმით? ანუ მოდით და თუ დაბრუნდებით რაღაც საზღვარგარეთ არაჩვეულებრივი მგზავრობიდან, იფიქრეთ, რომ მალე ისევ მოგიწევთ წასვლა და შეიძლება მართლაც ესე მოხდეს, რომ პირველივე შემთხვევისთანავე ძალიან დიდი ხნით მოგიწევთ გამგზავრება და ასე შემდეგ. თუ დაუშვათ დააკარგეთ საყვარელი ადამიანი ან ვიღაცა წავიდა თქვენგან და ასე შემდეგ, მოდით ცოტა ხანი დაუშვათ იზარდეთ და მერე ისევ კარგ ტალღაზე შეჯექით და აუცილებლად შეძლებთ სხვა ადამიანის მოზიდვას. ანუ რეალურად ეს პრინციპი კარგია რომ ვიცოდეთ, მაგრამ ამასთან აი ეს ჰერმეტისტები თვლიან რომ ამ პრინციპის მართვა შეიძლება, რამე თუ ყველაფრის მართვა შეიძლება ჩვენი ფიქრებით და ემოციებით, აი ეს პრინციპი რეალურად არის ну, ეგრეთ ვთქვათ, ცოტათი არც ისეთი მყარი პრინციპი, ცოტათი დრეკადი პრინციპი, ჩვენი ემოციების შედეგად. Так, ეს იყო 5 პრინციპი და ეხლა გადავდივართ სულ 2 დაგვრჩა და შემდგომი 2 პრინციპი არის მიზეზშედეგობრიობის პრინციპი და სქესის პრინციპი. კარგით, რა არის ეხლა მიზეზშედეგობრიობის პრინციპი? ძალიან მარტივი ერთი შეხედვით. ყველა შედეგს აქვს თავისი მიზეზი. ყველა მიზეზს აქვს თავისი შედეგი. რა ადვილია, როგორი ბანალურია. მაგრამ რეალურად მართლა ესე ხდება აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში. ყველა დამნაშავე ოდესმე დაისჯება. ყველა ადამიანი, რომელმაც რაღაცა კარგი გააკეთა, ოდესმე დასაჩუქრდება. ეს არის კანონი. ეს არის კანონი. მაგრამ როდის დაისჯება, როდის დასაჩუქრდება და ასე შემდეგ, ეს იცის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთმა. და ამას გარკვეულწილად მართავს თვითონ ადამიანიც კი, საკუთარი ვიბრაციების მიხედვით. ანუ მე საერთოდ ძალიან დაინტერესებული ვარ ასევე კრიმინალისტიკით რა. და უამრავი შემთხვევა ვიცი ამ მანიაკების და ასე შემდეგ, რომლის დაჭერაც ვერ შეძლეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე, წლების მანძილზე. რატომ ვერ შეძლეს აი ამ საშინელი მანიაკების დასჯა? იმიტომ რომ მანიაკს ჯეროდა, ეგრეთ ვთქვათ, რომ მას ვერ დაიჭერდნენ. გესმით? და როგორც კი მან ეს რწმენა დაკარგა, ბუმ, გამოჩნდა პოლიცია. შეიძლება ცოტა სასაცილო იყოს, მაგრამ ეს რეალურად ესეა. თუ თქვენ რაღაცა ცუდი გააკეთეთ, ხო? და ელოდებით სასჯელს, სასჯელი აუცილებლად მოვა. თუ თქვენ რაღაცა ცუდი გააკეთეთ და სასჯელს არ ელოდებით, სასჯელი არ მოვა ჯერჯერობით. სანამ თქვენ მას არ დაელოდებით. შეიძლება სასჯელი მოვიდეს შემდგომ ცხოვრებაში, შეიძლება სასჯელი მოვიდეს ამავე ცხოვრებაში, როგორც უფრო გვიან. მაგრამ აუცილებლად მოვა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ უკვე რეალურად შეგეშინდებათ, რომ აი ახლა ამ სიტუაციისთვის მე დამსჯიან. წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ამ ყოფის მართვა. და აი ამ დროს უკვე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის პატიების მომენტი. ანუ საკუთარი თავის პატიების მომენტი. ქრისტე ძალიან დიდ დროს უთმობდა ამ პატიების თემატიკაზე საუბარს. რას ნიშნავს აპატიო საკუთარ თავს? რას ნიშნავს, რომ რეალურად რაღაცა მოინანიო? ეს ნიშნავს იმას, რომ შენ თავთან აღიარო, რომ რაღაც არასწორად გააკეთე და შენ თავს შეპირდე, რომ ამას არასოდეს არ გააკეთებ. მაგრამ ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გარკვეულწილად დაივიწყო კიდევაც. ანუ არ არის აუცილებელი უკან დაბრუნება და თქვა, რომ მე რა ცუდი ადამიანი ვარ, ვაიმე ეს როგორ შემეშალდა, ვაიმე ეს როგორ გავაკეთე და ასე შემდეგ, როგორ გავაკეთე. არ არის საჭირო. აპატიეთ თქვენს თავს ერთხელ და სამუდამოდ. თქვენ ხომ იცით ზუსტად, რომ ამას მეტი არასოდეს არ გააკეთებთ. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ რაღაცნაირად მოახდიდეთ ამ ენერგიის ნეიტრალიზაცია, გესმით? ან თუ სხვა ადამიანმა რაღაცა გაწყენინათ, ხო?
აპატიეთ მას ერთხელ და სამუდამოდ და შეპირდით თქვენ საკუთარ თავს, რომ მეორედ ასეთნაირად სხვა არც ერთ ადამიანს არ აწყენებინებინებთ თავს, ხო? ანუ მოახდინეთ ამ ენერგიის ნეიტრალიზაცია და თქვენ შეძლებთ ამ მიზეზშედეგობრივი კანონის დარღვევას. აი მე ადრე უსმენდი ვედების შესახებ, ანუ ვედები საუბრობდნენ აი ამ სამყაროს კანონების შესახებ და ისინი თვლიდნენ, რომ აი იმდენად უტყუარია ეს მიზეზშედეგობრიობის კანონი, რომ აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ რაღაცა უთხარით თქვენს მეგობარს თავშოთ შეაგინეთ ასე შემდეგ და დაკეტეთ კარები. წარმოიდგინეთ, რომ აუცილებლად ეს კარები გაიღება და თქვენი მეგობარი მუშტ დაგახვედრებთ. მაგრამ სამყარო იმდენად საოცარია, რომ შეიძლება ეს არ მოხდეს იმ წუთას. გესმით? და შეიძლება ეს არ იყოს თქვენი მეგობრის მუშტი. შეიძლება ეს იყოს ვიღაცა სხვა ადამიანის მუშტი. მაგრამ იყოს იმ დავუშვათ შეცდომების, არ ვიცი შეცდომა ძალიან, იმ შეცდომისთვის აუცილებელი, ეგრე ვთქვათ, სასჯელი. რომელიც შეიძლება მოვიდეს სხვა ადამიანისგან. ანუ მანიაკი შეიძლება დაიჭიროს არა იმ ადამიანმა, რომელიც დავუშვათ დაზარალდა მანიაკის მიერ, მაგრამ პოლიციამ. მაგრამ მას აუცილებლად დაიჭერენ ადრე თუ გვიან. ხო, კიდე როგორი რაღაცა ხდება, არსებობს რელიგიები, რომლებიც თვლიან, აი აღმოსავლური რელიგიები, განსაკუთრებით რეინკარნაცია და ასე შემდეგ, აი კარმა არის ესეთი ფენომენი, ალბათ ყველას გაგიგიათ, karma is the bitch, ხო, ეხლა ყველა იძახის ესეთ რაღაცას. და ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ აი ამ რელიგიების მიხედვით თქვენ აუცილებლად გადაიხდით აი ამ ცხოვრებაში შეცოდების საფასურს, თუ ამ ცხოვრებაში არა, შემდეგ ცხოვრებაში მაინც. даже თქვენ შეიძლება აი ესე თქვენი საკუთარი სურვილით რეინკარნირდეთ იმის იცოდნით, რომ თქვენ მაინც მოგიწევთ აი ამ საფასურის გადახდა. იმდენად უტყუარია ამ კარმის კანონი. მაგრამ რეალურად რამდენადაც ყველაფრის ნეიტრალიზაცია შესაძლებელია საკუთარი ფიქრებით, შესაბამისად აი ამ ყველაფრის მართვაც არის შესაძლებელი საკუთარი ფიქრებით. და ნუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს მართავს პატიება, საკუთარი თავის პატიება და სხვისი თავის პატიება, თქვა. და გადავიდეთ ბოლო პრინციპზე და თავს აღარ შეგაწყეთ, ეს არის სქესის პრინციპი. რა საინტერესო არის, არა? ეს სქესის პრინციპი უცებ წარმოგიდგება თვალწინ მამაკაცი და ქალი. მაგრამ სიტუაცია არც ისე ადვილია, როგორც ეს ერთის შეხედვით ჩანს. აქ იგულისხმება არა ქალი და მამაკაცი, მაგათ ჩვენი ფიზიკური ეგრე ვთქვათ, გამოსახულებებით რა, არამედ მამაკაცური ენერგია და ქალური ენერგია. ამაზე მე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ, იმიტომ რომ თვითონ აი ორი კარტი არსებობს აი ტაროს კარტში, ერთი მთლიანად ასახავს ქალურ ენერგიას, მეორე მთლიანად ასახავს მამაკაცურ ენერგიას. რას ნიშნავს ახლა ეს? თითოეული იდეა, ხო, ამ სამყაროში თვითონ ბადებს ენერგიას. ხო? ანუ ეს თვითონ აი ეს მამაკაცური და ქალური, ეს არის ორი სხვადასხვა იდეა, ღმერთის იდეა, აი ამ ეგრე ვთქვათ, ორი სხვადასხვა სქესობრივი ფენომენის შესახებ. ანუ მამაკაცური იდეა და მამაკაცური ენერგია მიმართულია უფრო აი მიზნის მიღწევისკენ. აი დაახლოებით ესეთი პრინციპი აქვს, რომ ვიჟუ цель, не вижу препятствий. ხედავ მიზანს და ვერ ხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას. გესმით? მამაკაცურ ენერგიაში არ არსებობს სიყვარული, ან შეიძლება არსებობს მხოლოდ სურვილი. არსებობს მხოლოდ სურვილი. აი, დაახლოებით წარმოიდგინეთ აი ისეთი სიტუაცია, რომ როდესაც დავუშვათ ვითარდებოდნენ ადამიანები, ქალები იყვნენ შემგროვებლები და მამაკაცები იყვნენ მონადირეები, ხო? და ისინი მთლიანად აი ოპერირებდნენ ეგრე ვთქვათ მამაკაცური ენერგიით, რომ ხედავ აი ამ იმას, რა ქვია, რაღაც ცხოველს და სასწრაფოდ უნდა დავეწიო და მოვკლა, თორე მე საჭმელი და ჩემს ოჯახს ამაღამ არ გვექნება. გესმით? ანუ აქ არ არის ფიქრის დრო, აქ არის მხოლოდ მოქმედების დრო. ანუ მამაკაცური ენერგია არის მიმართული მიზნის მიღწევისკენ, მოქმედებისკენ და რაღაც გარკვეული მოქმედებების ასევე რეპეტიტურული შესრულებისკენ, რა. მაგალითად, მე რო ვისწავლე დავუშვათ ინგლისური, მე ჩემში მოქმედებდა მამაკაცური ენერგია, ხო? ანუ ყოველ დღე ვსწავლობდი, მუდმივად ვსწავლობდი, სანამ მე მივახციე ჩემს მიზანს. მაშინ როგორი არის ქალური ენერგია? ქალური ენერგია ცოტათი პასიურია.
ქალური ენერგია არის გრძნობებისკენ მიმართული ენერგია. ანუ თუ მამაკაცი აი ამ მიზანს აღწევს და არ ფიქრობს ძალიან ბევრს და გრძნობებისთვისაც არ ცალია. აი ქალურ ენერგიას პირიქით ცალია გრძნობებისთვის. ის ოდნავ უფრო წყნარია იმ მთლიანად გრძნობებშია რა ეგრეთ რო ვთქვათ. მას არაფერი არ აქვს მისაღწევი. ის თulis რომ ყველაფერს მოუტანენ პოდნოსზე. თუ ის უბრალოდ იქნება ვინც სინამდვილეში არის. გესმით? აი ქალებო, გესმით ჩემი და მამაკაცებო გესმით ჩემი? ანუ ამის უკან არის რაღაცნაირი მოშვებულობა, გაანალიზება, ფიქრი და გრძნობა. და აუცილებელია საერთოდ თუ თქვენ რაღაცის მიღწევა გინდათ, თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ამ ენერგიაში, იმიტომ რომ შეუძლებელია ყოველთვის იყო მამაკაცურ ენერგიაში. მამაკაცური ენერგია მოითხოვს ძალიან დიდ დოზა ადრენალინს. და აი даже სულ ყოველთვის რო ვფიქრობ რაღაცა, აი დავუშვათ მე ვფიქრობ რაღაცას, რომ რაღაცა კარგი მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ხო? ეს იწვევს ადრენალინის გამოყოფას, ანუ დადებითი ჰორმონების გამოყოფას ჩემს ორგანიზმში, მაგრამ თუ ეს დადებითი ჰორმონები სულ გამოიყო და ანუ ეს ორგანიზმისთვის იგივე სტრესია. გესმით? როდესმე უნდა დავისვენო აი ამ დადებითი ჰორმონების განაც, გესმით? даже როდესაც ვცდილობ რაღაცა დადებითის მოზიდვას და უნდა გადავიდე საერთოდ ქალურ ენერგიაში, ეგრე ვთქვათ, არაფერზე არ ვიფიქრო, დავისვენო, ან გავაანალიზო ზოგადად ეს მინდა თუ არ მინდა. ანუ მამაკაცური ენერგია პირდაპირ აი დაუფიქრებლად რაღაცას აღწევს და ქალური ენერგია კიდე ფიქრობს. საერთოდ ეს მჭირდება? ანუ ცოტათი მამაკაცური ენერგიას მიყავს რაღაცა სიტუაცია წინ და ქალური ენერგია მიმართულია გაანალიზებისკენ. ჭირდება კი ესა? ანუ დავფიქრდე, გავაანალიზო, ვიგრძნო. ქალური ენერგია ძალიან მისტიურია, ამის გამო არიან, რომ ქალები არიან ძალიან მისტიურები და გარკვეულწილად ეს მისტიურობა აღიქმება ასევე როგორც სექსუალურობა. აი ეს სწორედ ეს იზიდავს მამაკაცში ქალს და ქალში მამაკაცს. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ყველაფერი აბსოლუტურად შედგება ამ ორი ენერგიისგან და ასევე ჩვენშიც. აი ჩვენ ყველა ქალი და ყველა მამაკაცი შედგება მამაკაცური და ქალური ენერგიისგან. რა თქმა უნდა, მამაკაცში უფრო ბევრია მამაკაცური ენერგია. მაგრამ მამაკაცებს ასევე შეუძლიათ სიყვარული. აი სიყვარული უკვე შეუძლია მხოლოდ ქალურ ენერგიას. გესმით? მამაკაცებს რო საერთოდ არ ქონდეთ ქალური ენერგია, მათ არ შეეძლებოდათ სიყვარული. გესმით? იმიტომ რომ აი მამაკაცური ენერგიას დაუფიქრებლად წინ მიზნისკენ სვლა. მამაკაც შეიძლება მხოლოდ უნდოდე. აი ქალს კიდე შეიძლება უყვარდე რომანტიკულად და ასე შემდეგ. ანუ ყველა მამაკაცში არის ქალური ენერგია, ყველა ქალში არის მამაკაცური ენერგია. არსებობენ ქალები, რომლებსაც აი ოღონდ საქმე მიეცი, ანუ არ არიან ოჯახისთვის შექმნილები, გესმით? ანუ ისინი შექმნილები არიან ბიზნესისთვის, იმისთვის, ამისთვის, რომ რაღაცები გააკეთონ, რაღაცა დაიპყრონ იქ, ვიღაცას დაეხმარონ იქ, რაღაცა მე ვარ ეგეთი თვითონ. ასე შვედურად მესმის. ანუ არსებობენ ქალები, რომლებშიც ჭარბობს მამაკაცური ენერგია და არსებობს მამაკაცები, რომლებშიც ჭარბობს ასევე ქალური ენერგია და ისინი არიან უფრო სენსუალურები და უფრო აი რომანტიულები და ასე შემდეგ. ხო, აი რა დოზით რა ენერგიისგან შედგება თითოეული ადამიანი, თითოეული ჩვენგანი, რეალურად განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს პიროვნებას. ამიტომ ეს ძალიან დიდი ელემენტია და ამისი გამოტოვება არ შეიძლება. მაგრამ ტაროს კარტის პრინციპების მიხედვით აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს გარშემო შედგება ამ ორი ენერგიისგან. აბსოლუტურად ყველაფერი. აი ქართულ ენაში არ არის ისე რომ ყველაფერს სქესი ქონდეს, მაგრამ მე მაგალითად იტალიური ვიცი და ვიცი რომ მაგიდასაც კი სქესი აქვს, მაგიდას სქესი აქვს, კატას სქესი აქვს, ანუ მეგონი რუსულშიც ეგრე არის. და აი მაგალითად ქართულშიც არის დედა ბუნება და მამა ღმერთი. აი ნახეთ, აი მივხვდით იმისა, რომ ჩვენთან არ არის ეს განსხვავება, მაინც განვასხვავებთ მამა ღმერთი, ანუ ღმერთს აქვს უფრო მამაკაცური ბუნება, ჩვენი იმის მიხედვით და ბუნებას აქვს უფრო ქალური ენერგია. ხო, რისთვის არის აუცილებელი ახლა, აი თუ თქვენ დაუკვირდით ყველაფერი რაც მე ვთქვი, როგორ უნდა გამოვიყენოთ აი ეს პრინციპები პრაქტიკულ დონეზე. და ეხლა გეუბნებით როგორ უნდა შეიძლება გამოვიყენოთ აი ეს ბოლო პრინციპი პრაქტიკულ დონეზე. პრინციპში თუ ჩვენ ეს ყველაფერი გვეცოდინება, ჩვენ შევძლებთ გამოვიცნოთ ადამიანები.
მე შემდგომ მე ვილაპარაკებ აი 4 ფსიქოტიპზე. აი სხვათა შორის ვინც ხართ ამითი ეხლა დაინტერესებული, აი ნახეთ ჩემი ვიდეოები მამაკაცთა 4 ტიპი ტაროს კარტის მიხედვით და ქალთა 4 ტიპი ტაროს კარტის მიხედვით. აი აქ უკვე მოყვანილია 4 სხვადასხვა ფსიქოტიპი და ყოველი ეს ფსიქოტიპი შედგება რაღაც რაოდენობის მამაკაცური ენერგიისგან და რაღაც რაოდენობის ქალური ენერგიისგან. და ამის შესახებ მე კიდე ჩავწევ ვიდეოს და კიდე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ, მაგრამ ეხლა არ არის ეს ვიდეოები იმდენად მომცველობითი, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო არის. ეს ფაქტურად არის გასაღები ყველა პიროვნებისკენ და თქვენი საკუთარი თავისკენაც კი. თუ თქვენ გეცოდინებათ ეს 4 ფსიქოტიპები, თქვენ რეალურად გეცოდინებათ ვისგან რას უნდა მოელოდოთ. თქვენ ვერასოდეს ვერავინ ვერ გაწყენინებთ ვერაფერს და თქვენც ვერ აწყენინებთ ვერავის, იმიტომ რომ არავის არ შეპირდებით იმას, რისი გაკეთებაც რეალურად არ შეგიძლიათ, რაც თქვენს ფსიქოტიპში არ დევს. ძალიან დიდი მადლობა, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ყველაფერი და თუ კი, მაშინ გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით, მე რაღაც დაგეგმილი მაქვს, რომ ყოველ მეორე დღეს მაინც დავდო ვიდეო. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე თვითონაც მჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ტურბულენტული მდგომარეობა არის ახლა ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად ეს მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე და რეალურად აი ვიდეოების ჩაწერით მე ჩემ თავსაც ვეხმარები და იმედია თქვენ ცოტათი მაინც გეხმარებით. ხო, კიდე ასე მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი არხის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ, ძირითადად გასართობი, ან ჩემი მიზანია ეგ რა ვთქვათ, გასართობი და საკვები მივცე თქვენს გონებას, ჩემს გონებასაც. მე არ მაქვს მიზანი რომ შევცვალო ვინმეს რელიგია და სოფხედველობა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისგებლობა იქნება და ღმერთმა დამიფაროს ამისთან და პასუხისგებლობისგან სისულელია ესე სინამდვილეში ერთი ადამიანი ვერანაირად პასუხისგებელი ვერ იქნება სხვა ადამიანის ცხოვრებაზე. ანუ არხის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ გასართობი და შემდგომ შეხვედრამდე. კარგად, წანდებოდეთ თქვენთან იყო პრაქტიკული ფილოსოფია.